მეგობარი აქტის შემდეგ ახლა უკვე ამერიკელი კონგრესმენები კიდევ ერთი უმძიმესი კანონპროექტის შეტანას აპირებენ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი შემადგენლობის კონგრესში. ეს დაანონსა სულ ცოტა ხნის წინ ჯო ვილსონმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ კანონპროექტი უკვე შემუშავებულია, დადასტურებულია და კონგრესში წარსადგენად უკვე მზად არის. შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მეგობარი აქტთან ერთად უკვე ქართული კოშმარის არაღიარების აქტიც იქნება წარდგენილი შეერთებული შტატების კონგრესში. აღნიშნულ კანონპროექტს ჯო ვილსონთან ერთად დემოკრატი სტივ კოენი, რესპუბლიკელი დემოკრატი კონგრესმენი წარადგენს. ისინი ერთობლივად მუშაობდნენ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით და ეს კანონპროექტი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის არაღიარებას, პირველ რიგში საქართველოს მთავრობის არაღიარებას და არალეგიტიმური მთავრობის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის არაღიარებას. შესაბამისად, კანონპროექტი ძალაში შევა დიდი ალბათობით იქიდან გამომდინარე, რომ მას მხარს უჭერენ როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტია. კანონპროექტის მიხედვით საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და ეს მოხდება იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ ჩაატარებს ახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. იქამდე კი შეერთებული შტატები და ტრამპის რესპუბლიკური პარტია მხოლოდ და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აღიარებს ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ჯო ვილსონი, ბიძინა ივანიშვილის რესპუბლიკელი კონგრესმენი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს დაუანონსა სანქციები, პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ქართულ ოცნებას, კომუნისტურ ჩინეთთან და ირანთან თანამშრომლობას არ აპატიებს. შესაბამისად, ტრამპის ადმინისტრაციისგან ბიძინა ივანიშვილი უფრო მძიმე გადაწყვეტილებებს უნდა ელოდოს. ქართული კოშმარის არაღიარების ორპარტიული აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად. ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს. ამერიკა არაღიარებს ივანიშვილის პრო-ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და პრო-ირანულ რეჟიმს. ახლა საინტერესოა რა ფორმას მიიღებს ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, როგორც ამას რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი უწოდებს, რადგან არის მოლოდინი, რომ ორივე კანონპროექტის განხილვის შემდეგ დიდი ალბათობით ეს კანონპროექტები ერთ საბოლოო სახეს მიიღებს და მეგობარი აქტის შემადგენელი ნაწილი გახდება არაღიარების აქტი. საბოლოო ჯამში კი დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული კანონპროექტი კანონად იქცევა და ამერიკის ხელისუფლებას, ანუ თეთრი სახლს იძულებული იქნება, რომ ქართული ოცნება თეთრმა სახლმა არალეგიტიმურ ხელისუფლებად აღიაროს და ასანქციონოს ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა და არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ის დეპუტატები, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას და ქართული ოცნების წევრები. შესაბამისად, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ოფიციალურად დოკუმენტირებულად ბიძინა ივანიშვილს არალეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად გამოაცხადებს, რაც ნამდვილად საქართველოს ისტორიაში იქნება პირველი და ერთადერთი გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს მთავრობას მისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არალეგიტიმურ ძალად აღიარებს. ამერიკის შეერთებული შტატები რჩება რეალურად ქართველი ხალხის მეგობრად და სწორედ ამიტომ სიმბოლურად ჰქვია ორპარტიულ აქტს და დეკლარაციას, რომელსაც მიიღებს კანონის სახით უკვე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, ჰქვია მეგობარი აქტი, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირებას, რომ ქართული ოცნება ემსახურება რუსეთს და რუსულ ინტერესებს. სწორედ ამის გამოვლინება ახლა მეგობარი აქტის მიიღების წინარე პერიოდი, რომელიც ივანიშვილს აუცილებლად დაახევინებს უკან, იმიტომ რომ ეს არის მთავარი დარტყმა, რომელიც ჩამოშლის სისტემას. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები, გაატარონ კონკრეტული ქმედებები იმისათვის, რომ საქართველო არ გაიწიროს. ამ ფონზე სხვა ქმედითი ინსტრუმენტები გარდა იმისა, რომ დაასანქცირონ ხელისუფლების ის პირები, რომლებმაც საქართველო იზოლაციისთვის გაწირეს, პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომაც ბოდიში გარედან ისინი აკეთებენ თავის მაქსიმუმს, იღებენ იმ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ არის კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული, რომ მათ არ მიუწვდებოდეთ ხელი საერთაშორისო ბაზრებზე. დაჩქარებული ტემპით მიდის, ალბათ მეტად დაჩქარებული ტემპით მიდის, ვინაიდან ნაწამებ ხალხს და დაპატიმრებულ უკანონოდ ადამიანებს საქართველოში
სჭირდება ძლიერი ხარდაჭერი ხელის გამოწვენა და ეს ძლიერი ხარდაჭერი ხელი გამოწვენილია დასავლური ცივილიზებული სამყაროს მხრიდან და აი რა ძლიერი ძალა აქვს ერთობლივ მოქმედებას ქართული ხალხისა და ქართული ხალხის ძლიერ პარტნიორებს შორის აი ამ სინერგიას. კანონპროექტის ტექსტი შეთანხმებულია როგორც კონგრესის ზედა, ისე ქვედა პალატასთან და შესაბამისად მას კანონმდებლების, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიის კანონმდებლების სრული მხარდაჭერა აქვს. ჯერჯერობით უცნობია რა პროცედურების და რა ვადების გავლა მოუწევს აღნიშნულ კანონპროექტს, თუმცა ჯო ვილსონმა დაანონსა და თქვა, რომ ტექსტი უკვე შეთანხმებულია და მზად არის კონგრესში წარსადგენად დიდი ალბათობით. იქიდან გამომდინარე, რომ მეგობარი აქტის წარდგენა და ხელახლა ინიცირება შეერთებული შტატების კონგრესში 3 იანვარს კონგრესის გახსნიდან რამდენიმე საათში უკვე მოხდა. არ არის გამორიცხული, რომ ეს კანონპროექტიც დაჩქარებული წესით წარადგინოს. რესპუბლიკელმა ჯო ვილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და ორივე კანონპროექტი დაჩქარებული უმოკლეს ვადებში მოხდეს ორივე კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება, რაც რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის უმძიმესი განაჩენი იქნება.